2021 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 10. რომელ შემთხვევაში მცირდება ბირჩვი ნეიტრონების რიცხვი 1-ით. ასეთი კითხვა გვაქვს. და გვაქვს საუბრობ პასუხები და მოდით თითოეული პროცესი განვიხილოთ. პირველ შემთხვევაში ბირჩვიდან პოზიტრონის გამოსხივებისას ეს არის პროცესი, როცა ეგრეთ წოდებული ბეტა პლუს პროცესი რადიოაქტიური ნივთიერების დაშლის ერთ-ერთი ტიპს წარმოადგენს. საკმაოდ გავრცელებული პროცესი არის სუსტი ურთიერთქმედების განხილვისას. ამ დროს რა ხდება? ამ დროს პროტონი გარდაიქმნება ნეიტრონად, გამოსხივდება პოზიტრონი, E+ და ნეიტრინი. რაც შეეხება ბ შემთხვევას, ბირთვიდან ელექტრონის გამოსხივებისას. ბირთვიდან ელექტრონის გამოსხივება ხდება, როცა განვიხილოთ უკვე ბეტა დაშლას, ოღონდ კერძოდ ბეტა მინუს პროცესს. ამ დროს უკვე პირიქით ნეიტრონი გარდაიქმნება პროტონად, გამოსხივდება ელექტრონი და ანტინეიტრინო. ხო, გეში ბირთვიდან ალფა ნაწილაკის გამოსხივებას რაც შეეხება, ეს არის ალფა დაშლა ზოგადად დამახასიათებელი არის მძიმე ბირთვებისათვის, რა დროსაც თუ გვაქვს გარკვეული ბირთვი, x ბირთვი დავარქვათ, მოდი x ბირთვი, რომლის მუხტი არის z და მასური რიცხვი a, ვიღებ დაშლის პროდუქტს, შვილობილ ბირთვს, y ბირთვს, გარკვეული y ბირთვს, რა დროსაც რადგანაც ალფა ნაწილაკი უნდა გამოსხივდეს, შესაბამისად მუხტმა z-მა უნდა დაიკლოს 2-ით, z იკლებს 2-ით, ანუ მუხტის რაოდენობა იკლებს 2-ით, ნეიტრონების რაოდენობაც იკლებს 2-ით, შესაბამისად მასური რიცხვი დაიკლებს 4-ით. მოდით გავიხსენოთ, მასური რიცხვი ეს არის მუხტებისა და ნეიტრონების ან ნუკლეონების რაოდენობა, მუხტებისა და ნეიტრონების ჯამი. შესაბამისად, ალფა ნაწილაკის გამოსხივებისას z მუხტი რადგანაც იკლებს 2-ით, როგორც თქვით, და ეს ფაქტი აგერ დავწერეთ. აგრეთვე ნეიტრონების რიცხვი თქვით, რომ იკლებს 2-ით. ანუ ჯამში თუ მუხტი იკლებს 2-ით და ნეიტრონების რიცხვი იკლებს 2-ით, მაშინ გამოდის, რომ მასურ რიცხვს დაუკლია 4-ით. ეს ფაქტი კიდე აქ ჩავწერეთ და შესაბამისად ამის შემდეგ, რადგანაც ალფა ნაწილაკი წარმოადგენს ჰელიუმის ბირთვს, რომელიც შეიცავს 2 პროტონს და 2 ნეიტრონს, გამოსხივდება ჰელიუმის ბირთვი, ანუ ალფა ნაწილაკი. ეს არის G პროცესი, რაც შეეხება D პროცესს, ბირთვიდან გამა ნაწილაკის გამოსხივება. გამოსხივების დროს თვითონ ბირთვის ტიპი, გარკვეული, მოდი X პიპქიანი ბირთვი გვაქვს, დავუშვათ, რომლის მუხტი არის Z და მასური რიცხვი არის A. ბირთვის ტიპი არ იცვლება, ისევ ის ბირთვი რჩება და გამოსხივდება გამა ნაწილაკი. ეს ამ დროს უბრალოდ ბირთვი გადადის აღზნებული მდგომარეობიდან დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, შესაბამისად ამ შემთხვევაში არც ნეიტრონების და არც პროტონების რიცხვი არ იცვლება. რაც შეეხება ეს ელექტრონის ჩაჭერისას ბირთვის მიერ, ეს არის ის პროცესი, როდესაც ბირთვი იჭერს ელექტრონს, კერძოდ პროტონი ჩაიჭერს რა ელექტრონს, გარდაიქმნება ნეიტრონად და გამოსხივდება ნეიტრინი. ეხლა განვიხილოთ თითოეული შემთხვევა. A შემთხვევაში ბირთვიდან პოზიტრონის გამოსხივებისას პროტონი გარდაიქმნება ნეიტრონად, შესაბამისად ამ შემთხვევაში და პროტონი ჰქონდა და ნეიტრონად გარდაიქმნა და ნეიტრონების რიცხვი არათუ შემცირდა, არამედ პლუს 1-ით გაიზარდა, ანუ A-ში ნეიტრონების რიცხვი მოიმატა 1-ით, შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს როდის დაიკლო, ამიტომ აპასუხი არ იქნება. B შემთხვევაში ბირთვიდან ელექტრონების გამოსხივებისასო, ანუ ბეტა პლუს დაშლის დროს ჰქონდა პლუს 1, ბეტა მინუს დაშლის დროს ნეიტრონი გარდაიქმნა პროტონად, როგორც ხედავთ ამ პროცესს, შესაბამისად ნეიტრონი ჰქონდა და 1-ით მოიკლო. რადგანაც ის ნეიტრონი, რომელიც ჰქონდა, პროტონად გარდაიქმნა. ამ შემთხვევაში B-ში ნეიტრონების რიცხვი 1-ით მოკლებოდა და ამიტომ B იქნება პასუხი. ეს პასუხი მივიღეთ, მაგრამ მოდი შემდეგ G და S განვიხილოთ, რატო არ არის ეს პასუხები სწორი. რაც შეეხება G-ს, ბირთვიდან ალფა ნაწილაკის გამოსხივებისასო, ალფა დაშლის დროს ნეიტრონების რიცხვი, როგორც თქვით, 2-ით იკლებს. ანუ G-ში -2-ით იკლებს და ჩვენ გვაინტერესებდა 1, ამიტომ G პასუხიც არ იქნება. რაც შეეხება D-ს, ბირთვიდან გამა ნაწილაკის გამოსხივებისას, D-ში არც მუხტი იცვლება, არც მასური რიცხვი, შესაბამისად ნეიტრონების ცვლილება არ გვაქვს. D-ს არ იქნება ამიტომ პასუხი და ეს რაც შეეხება ელექტრონის ჩაჭერისას ბირთვის მიერ. ელექტრონის ჩაჭერის დროს პროტონი გარდაიქმნება ნეიტრონად, შესაბამისად ამ პროცესის დროსაც E-ში
არათუ მოიჭრო ნეიტრონების რიცხვი პლუს 1-ით გაზრდილი, ამიტომ ეც არ იქნება. ანუ საბოლოოდ პასუხი გამოგვდის B.